ვერც ერთი ობიექტი ვერ აიტანდა მზის სისტემაში, რასაც იტანს ჩვენი დღევანდელი ვიდეოს გმირი. ნაიარევებით და ზედშემშრალი ცხელი ლავის ფირით მოსილი პლანეტა. ყველაზე პატარა, ყველაზე იდუმალი და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მზის სისტემაში. ვიცი უკვე ეჭვი შეგეპარათ, თუ როგორ იქნება მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტა, ყველაზე მძიმე. მაგრამ ამ სიტყვებში დევს რაღაც პროცენტი სიმართლე, რომელსაც ცოტა ხანში განვიხილავ. როგორც თითქმის ყველამ ვიცით, მერკური მზისგან დაშორებით პირველი პლანეტაა. როგორც ვახსენე, ის იტანს მზისგან უდიდეს ტემპერატურას, რადიაციას და უცხო სხეულებისგან უმძიმეს დარტყმებს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მერკურის მზესთან ძალიან ძლიერი ნათესავური კავშირი ახასიათებს. ფაქტიურად, მზი არის მერკურის მშობელი. წინა ვიდეოში, რომელსაც ჰქვია როგორია ჩვენი ვარსკვლავი, ძალიან საინტერესოდ ვისაუბრე მზის დაბადებაზე და ჩამოყალიბებაზე. თუ არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, გადახვიდეთ აღწერაში მითითებულ ლინკზე და გადახედოთ. ძალიან დაგეხმარებათ მერკურის დაბადების პროცესის გააზრებაში. ახლა კი გავაგრძელებ მერკურიზე საუბარს. მერკური ვითარდებოდა მზის ჩამოყალიბების თითქმის ბოლო მომენტებში. მზის ღრუბლის გარეთ არჩენილმა ყველაზე ცივმა ნაწილაკებმა გრავიტაციის საშუალებით შეკრეს პატარა ქვის და მეტალის მასა, რომელიც იზიდავდა და იწებებდა პატარა ნაწილაკებს დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის მანძილზე, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მერკური, რომელსაც ახლა ვხედავთ შეუიარაღებელი თვალებით, ტელესკოპებით და ზონდების საშუალებით. ჩამოყალიბების პროცესში იტანდა ძალიან ბევრ კომეტურ, მეტეორულ და ასტეროიდულ დარტყმებს, რის შედეგადაც აქვს მთვარის მსგავსი ტექსტურა. მას ახასიათებს ასევე უღრმესი ბზარები, რომლებიც ალბათ ტექტონიკური ცვლილებებით არის გამოწვეული 3.5 მილიარდი წლის წინ და პლანეტის გაციების დროს ისევე, როგორც დედამიწაზე ტალახიანი ზედაპირის გაშრობის ბოლოს. მერკური დაფარულია სქელი ფენის მტვერით, რომელიც გვახსენებს ვულკანური ამოფრქვევის დროს ატმოსფეროში ნასრულ ფანტელებს და გვახსენებს მაგმურ სტრუქტურას. სინამდვილეში მერკური არის ნაცრისფერი, ისევე როგორც მთვარე. უბრალოდ მასში მყოფმა უდიდესმა მეტალის შემცველობამ შეიძლება ფერში მოგვატყუოს და სხვადასხვა ელფერი წარმოგვიდგინოს. მაგალითად, სპილენძი კოროზიის მომენტში იძენს მწვანე ელფერს, ოქრო მუქ მოყვითალო, რკინა კი მუქ ყავისფერს. უმეტესად კი მერკური რკინისგან შედგება. მისი მანტიაც, რომელიც ბირთვის ზედაპირზე მდებარეობს, მასშიც დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა გვხვდება. მერკური გარეგნულად და ზომით მთვარეს გვახსენებს. შიგნიდან კი ძალიან ჰგავს დედამიწის სტრუქტურას. ასევე არსებობს თეორია, რომ მერკური თავდაპირველად ბევრად დიდი იყო ახლანდელ ზომასთან შედარებით და ასტეროიდთან შეტაკებისას მან დაკარგა თავისი უმეტესი მანტიის და ქერქის ნაწილი. მეცნიერები ამბობენ, რომ მერკურის ნატეხები რამდენჯერმე შეგვხვედრია აფრიკის კონტინენტზე. ასევე მერკურის და ასტეროიდის ნატეხები ბევრი გვხვდება მზის და მერკურის შორის მანძილზე, რომლებსაც მზე იზიდავს თავისი გრავიტაციით მზის გვირგვინში და პროტუბერანცულ ალში იწვის. დარტყმის ადგილი კი ნათლად ჩანს პლანეტაზე, სადაც მხოლოდ ერთხელ გვხვდება ამ ზომის კრატერი, რომლის დიამეტრი 1550 კილომეტრს აღწევს. მისი ადგილმდებარეობა ჩანს როგორც თეთრი ხალი პლანეტაზე და ყველაზე ცხელია მთელს მერკურიზე. შეტაკების შედეგად მას აქვს ძალიან დიდი ბირთვი თავის ზომასთან შედარებით. დიდი ბირთვის მოცულობის და ტრიალის გამო თავის ღერძზე მერკურის გააჩნია თავისი მაგნიტური ველიც, რომელიც იცავს მეტი მზის რადიაციისგან. მერკურის თითქმის არ გააჩნია ატმოსფერო, ამიტომ მისი ტემპერატურა თითქმის უცვლელი რჩება მის სხვადასხვა წერტილში. მაგრამ აქვს ძალიან დიდი ტემპერატურების დიაპაზონი, რომლის საშუალო ტემპერატურა თითქმის 169 გრადუსია. ყველაზე დაბალი შეიძლება -195 გრადუსი იყოს, ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი 430 გრადუსს აღწევს. ზონდის ფოტო და ვიდეო მასალებიდან
მეცნიერები ამბობდნენ, რომ მერკურის ზოგ კრატერში ყინული არის შემჩნეული. ასევე ატმოსფეროს არ ყოფნის გამო მერკურის აქვს ყველაზე მეტი კრატერი მზის სისტემაში, ყველა პლანეტებიდან. სწორედ ატმოსფერო იცავს დედამიწას უცხო სხეულებისგან, რის შედეგადაც დედამიწაზე ვარდნის დროს ატმოსფეროში იწვება პატარა კომეტები. ასევე ჩვენს დედაპლანეტას იცავს იუპიტერი, მისი ჩვენთვის წარმატებული ადგილმდებარეობის გამო. ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში. მოდით ცოტა ვრცლად შევეხოთ კომეტებს, მეტეორიტებს და ასტეროიდებს. დავიწყებ იმით, რომ მეტეორიტები და ასტეროიდები შედგებიან თითქმის მეტალისგან და ქვისგან, ისევე როგორც პლანეტები. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ასტეროიდი იგივეა რაც ჩვენი პლანეტა, უბრალოდ უფრო უფორმო და არ გააჩნიათ არანაირი ატმოსფერო, როგორც ჩვენს მერკურის. ასტეროიდი ყველაზე დიდი ობიექტია კომეტასთან და მეტეორთან შედარებით. ასევე მათი უფორმო ფორმის შედეგად მას გააჩნია ძალიან მცირე მეზიდულობის ძალა. ასევე ტელესკოპებიდან ასტეროიდები ჩანს როგორც ვარსკვლავები წერტილის სახით. ზოგი მათგანი კი შეგვიძლია თვალით ტელესკოპის გარაშეც დავინახოთ, თუ ვიცით სად ვეცებთ. ყველაზე დიდ ასტეროიდს, რომელიც შეგვიძლია შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ, ეწოდება ვესტა. ხოლო ყველაზე დიდ ასტეროიდს, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში მოძრაობს, ეწოდება ცერერა, რომელსაც მისი მასის გამო ჯუჯა პლანეტადაც მოიხსენიებენ. ასევე განსხვავდებიან მეტეორები და მეტეორიტები. მეტეორი იწვის პლანეტის ატმოსფეროში და ვერ აღწევს პლანეტის ზედაპირს. მეტეორიტი კი სხეულია, რომელიც სამწუხაროდ დაეცა პლანეტაზე და წარმოადგენს დამდნარი მეტალის და ქვის მასას. კომეტები ბევრად განსხვავდებიან ზომით და შემადგენლობით ასტეროიდებისგან. ისინი უმეტესად ქვისგან შედგებიან. მათი პატარა ზომის შედეგად უფრო სწრაფად მოძრაობენ მზის სისტემაში, რის გამოც ყინულით და გაციებული გაზით არიან შემოსილნი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ზუსტად ასეთი კომეტებით და ზოგიერთი ასტეროიდით გაჩნდა წყალი დედამიწაზე, როგორც ყინულოვანი მასები მერკურიზე. მერკურის ზედაპირზე თითქმის 400 კრატერი მდებარეობს, რომლების ასაკიც თითქმის 1 მილიარდი წელია. ზოგიერთი მათგანი გამოწვეულია ძველად ვულკანური ამოფრქვევებისგან, ზოგი კი უცხო სხეულების ვარდნისას. მერკური ფიზიკურად არ იცვლება უკვე მილიარდი წელია, იმიტომ რომ მასზე არ არსებობს არანაირი სიცოცხლე და არც გეოლოგიურად არის აქტიური. მასზე დიდი ხანი არ ხდება არც ტექტონიკური მოძრაობა და არც ვულკანების ამოფრქვევა. მისი ერთ-ერთი კრატერის დიამეტრი 1550 კილომეტრამდე მერყეობს, რომელიც ყველაზე დიდია მზის სისტემაში. სიღრმე კი შეიძლება 6 კილომეტრსაც აღწევდეს. ზოგ კრატერში, როგორც წეღან ვახსენე, არის ყინული და არდნება იმის გამო, რომ მზის სხივები არასდროს არ წუდება მათ ნიადაგს. იმ მიზეზით, რომ მერკური მე-17 საუკუნეში აღმოაჩინეს, მის კრატერებს აქვთ მწერლების, მხატვრების და სხვა ხელოვანი ხალხის გვარები და სახელები, როგორიც არის ბეთჰოვენი. ერთ-ერთი ძლიერი მწერლის დოსტოევსკის კრატერიც კი ნახსენებია მერკურის ზედაპირზე. არ ამგონია მერკურის ყველა კრატერს სახელი ჰქონდეს შერქმეული, რომელიმეს ქართველი ხელოვანი სახელი ხომ არ შევარქვათ. ვიცი ბევრმა ბოღმით თითები მოამზადა ჩემი გაკიცხვისთვის, მაგრამ ვიხუმრე, რადგან მსოფლიოში არავის გამორჩება ჩვენი ლეგენდარული ხალხისთვის ცნობილი პირველი ქართველი მწერალი შოთა რუსთაველი, რადგან მერკურის ზედაპირზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი კრატერის სახელს ატარებს, რომლის დიამეტრი 200 კილომეტრია. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა გადაწყვიტა კრატერს 2012 წელს რუსთაველი ეწოდებინა, რომელიც მერკურის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს. იმის გამო, რომ მერკურის ბრუნვას ხერძზე აქვს ძალიან მცირე დახრა, მის პოლუსებზე არასდროს ხდება მზის სხივები და ითვლება ყველაზე ცივ დაბნელ ადგილებად მერკურიზე. მის კრატერებზე, რომლებიც პოლუსებზე მდებარეობს, მზის სხივები მილიონობით წელი არ მოხვედრია და ტემპერატურა ამ ადგილს -193 გრადუსაც აღწევს. სწორედ ჩრდილოეთ პოლუსების კრატერებზე მდებარეობს ყინულოვანი მასები, რომლებზეც
გაქვავებული ვულკანური მაგმები მდებარეობს და იცავს ყინულ საორთქლებისგან. მერკურის დიამეტრი უდრის 4869 კილომეტრს, რაც 1.4 მეტია მთვარეზე. მერკური პატარა არის დედამიწაზე, ესე იგი პატარაა მისი გრავიტაციაც. მაგალითად, თუ დედამიწაზე ადამიანის წონა 65 კილოგრამია, მერკურიზე ის დაახლოებით 25 კილოგრამი იქნებოდა. ამიტომ თქვენ არ ხართ პუტკუნები, თქვენ უბრალოდ არასწორ პლანეტაზე ცხოვრობთ. მერკურის აქვს მუღრძო, კვერცხისებრი ორბიტა მზის გარშემო, რომელსაც ელიფტიკური ორბიტა ეწოდება. ამიტომ მერკური ხან უახლოვდება მზეს, ხან კი შორდება. ყველაზე შორ მანძილს აფელიუმს უწოდებენ, ყველაზე ახლო მანძილს კი პერიჰელიუმს. არც დედამიწის ორბიტა არის იდეალურად მრგვალი მზის გარშემო. იანვრის დასაწყისში დედამიწა მზისგან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ივლისის დასაწყისში კი ყველაზე შორს. დედამიწის ჰავა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით ტრიალებს დედამიწა მზის გარშემო. გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არის დედამიწაზე ზამთარი, მაშინ როცა დედამიწა ყველაზე ახლოს არის მზესთან? გაგიკვირდებათ და ჩვენს შემთხვევაში დიდად არ აქვს მნიშვნელობა მზესთან რამდენად ახლოს ვიქნებით ან რამდენად შორს. საქმე დედამიწის დახრის კუთხეშია. ზაფხულის პერიოდში დედამიწის დახრა ზუსტად ემთხვევა მზისას, რის შედეგადაც მზის სხივები ზუსტად ხვდება დედამიწის ცენტრს, ანუ ეკვატორს. ზამთრის პერიოდში მართალია დედამიწა ახლოს არის მზესთან, მაგრამ დედამიწა ისე არის დახრილი, რომ მზის სხივები იფანტება დედამიწის ატმოსფეროში და კარგავენ ტემპერატურას. რის შედეგადაც მზის სხივები ძალიან ცოტა ხანი ხვდება დედამიწის ზედაპირს და ვერ ასწრებენ დედამიწის გათბობას. რითაც ვერ იამაყებს მერკური, რადგან დახრის ძალიან პატარა კუთხი აქვს თავის ღერძზე სხვა 7 პლანეტასთან შედარებით მზის სისტემაში. მერკურის აფელიუმი მზესთან დაახლოებით 70 მილიონ კილომეტრში, ხოლო პერიხელიუმი 47 მილიონ კილომეტრში მდებარეობს. მერკური მოძრაობს 48 კილომეტრს წამში, ან 172.800 კილომეტრს საათში მზის გარშემო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რაკეტა მერკურის ისრაფით დედამიწას 1 საათში დაახლოებით 4.3 ბრუნს გაუკეთებდა. მზის გარშემო მთლიანი წრის დარტყმას მერკურის თითქმის 88 დღე სჭირდება, დედამიწის 365 დღესთან შედარებით. მერკური თავის ღერძზე დაახლოებით 11 კილომეტრს საათში ბრუნავს. შედეგად 88 დღიდან მერკურიზე დაახლოებით 60 დღე ზამთარია. ახლა კი მიუახლოვდით იმ ინტრიგულ და პროვოკაციულ სიტყვებს, რაც დასაწყისში ვახსენე. თუ როგორ არის ყველაზე პატარა პლანეტა მზის სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. ზოგადად ვიცით, რომ სხეულის მასა, ანუ სიმძიმე, დამოკიდებულია სიმკვრივეზე. ასევე ვიცით, რომ დედამიწა ითვლება ყველაზე მკვრივ პლანეტად მზის სისტემაში, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, თუ მეორე ადგილს სიმკვრივის მიხედვით მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტა დაიკავებდა? ახლა კი გავერკვეთ რაშია საქმე. ისევე როგორც დედამიწას ჰყავს თანამგზავრი, მთვარე, ასევე ჰყავს მზის სისტემაში ზოგიერთ პლანეტას თანამგზავრები. ცოტა თემას გავუსწრებ და ორ სიტყვას ვიტყვი იუპიტერის და სატურნის თანამგზავრებზე, ტიტანზე და განიმედეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე თანამგზავრი ცალ-ცალკე დიდია მერკურიზე, მერკური მძიმეა ორივე თანამგზავრზე, ორივეზე ერთად. იუპიტერი ითვლება პლანეტა გიგანტად მისი მასის და ზომის გამო, მაგრამ თუ მერკური იქნებოდა ზომით იუპიტერის ან მზის ზომა, ის ისევე იქნებოდა ყველაზე მძიმე მზის სისტემაში. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით დედამიწას. წეღან ვახსენე, რომ ერთ-ერთი თეორიის თანახმად მერკურის დიდი ასტეროიდი შეეჯახა, რის შედეგადაც დაკარგა მანტიის და ქერქის უმეტესი ნაწილი. რის შემდეგადაც მერკურის აქვს ძალიან დიდი ბირთვი თავის ზომასთან შედარებით, რომელიც პლანეტის 57% წარმოადგენს. სწორედ მერკურის ბირთვის სიდიდის და მთლიანი პლანეტის შემცველობის გამო, რომელიც 70% სხვადასხვა მეტალისგან შედგება, მერკური თავის მასასთან შედარებით ითვლება
ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პლანეტად სამყაროში. რახან შევეხეთ მერკურის ბირთვს, რომლის დიამეტრი 2000 კილომეტრს წარმოადგენს, ბირთვის შემდეგი ფენა არის მანტია, რომელიც ძალიან ჰგავს შემადგენლობით დედამიწის მანტიას და მისი სისქეა 400-დან 600 კილომეტრამდე. რაც შეეხება მერკურის ქერქს, ჯერ არ გვაქვს ზუსტი პასუხი, რადგან სხვადასხვა ზონდებმა მერკურიზე გაფრენისას გვაჩვენეს ქერქის სისქის სხვადასხვა რიცხვები, რომლის პასუხებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ უმეტესი მეცნიერი ამბობს, რომ მისი სისქე მხოლოდ და მხოლოდ 16 კილომეტრია. წეღან ვისაუბრე თუ რა ტემპერატურები გვხვდება მერკურის ქერქის ზედაპირზე. მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცით ზუსტი მანტიის და ბირთვის ტემპერატურები, სანამ არ დაეშვება 2025 წელს გაღზავნილი მესამე, მეტად განვითარებული და თანამედროვე ზონდი, რომელიც სრულიად გაგვაცნობს მერკურის. დაველოდოთ ახალ ამბებს. მეცნიერები ამბობენ, რომ მერკურის მანტია და ბირთვი ძალიან ჰგავს დედამიწისას და ასევე ტემპერატურებიც ემთხვევა. კოსმოსური სხეულები განიცდიან ძალიან დიდ წნევას, ცივ ან ცხელ ტემპერატურას, ერთმანეთთან კონფლიქტს, განიცდიან ფიზიკურ ცვლილებებს. ასევე პლანეტები და ვარსკვლავები იბადებიან და კვდებიან, ზოგი ბუნებრივად, ზოგიც კი სხვა სხეულთან შეტაკებისას. ზოგი ასტეროიდი მილიარდობით წლებით მგზავრობს სარიელ და თან სავსე კოსმოსში, სანამ ისიც ოდესღაც არ შეხვდება თავის ხვედრს და არ შეეჯახება სხვა ობიექტს. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ კოსმოსი ძალიან ჰგავს დედამიწაზე ცხოვრებას, რადგან ჩვენზეც, ადამიანებზეც ზუსტად იგივე გავლენა ხდება კოსმოსიდან, რაც კოსმოსურ სხეულებზე. ჩვენც უდიდეს და უმძიმეს მანძილს გავდივართ სხვადასხვა წინაღობებით. წნევა დედამიწის სხვადასხვა წერტილში მოხვედრისას, ცივი და ცხელი ტემპერატურა, დაბადება, გაზრდასთან ერთად ფიზიკური ცვლილებებიც და სიკვდილი. ვიზრუნოთ ჩვენს დედაპლანეტაზე, როგორც ის ზრუნავს ჩვენზე, რადგან ასეთი ტემპით ადამიანური რასა ერთ საუკუნესაც ვერ გაძლებს. დედამიწა, მერკური და მზე კი მილიონობით წელი იმგზავრებენ ჩვენი გალაქტიკის სივრცეში.